წმინდა თეოდორე სტუდიელი. შაბათსა მეხუთესა შვიდეულისასა, რათა გულს მოდგინეთ წინააღუდგეთ ბრძოლასა უკეთურთა ეშმაკთასა. გვაკურთხენ მამაო, ძმანო და მამანო, ვინაიდან დღეთა ამათ მარხვისათა შემოვლენ ჩვენ და ამბავნი მსოფლიოთა საქმეთანი და უფროსღა ჩვენთვის თქმულნი და ვზრუნავთ თქმულთა მათთვის მრავალგზის. თუ რაიდა ვითარმე იქმნეს და არა საკვირველ არს რამე თუ ჩვეულარ სული ზრუნვად ესე ვითართა ამბავთათვის. არამედ უკეთუ გნებავს მრავალი ესე ზრუნვაი დაუტეოთ და თავთათვისთათვის მოვიცალოთ და უხილავი სამის ჩვენთვის აღძრულისა ბრძოლისა ზრუნვად და წინააღმდგომად განვეკრძალნეთ, რათა არარა ნუ უკვე ხორციელსა ვხედვიდეთ და სულიერად მოვიწყლნეთ და განვიგმირნეთ. ხოლო ვინ არიან რომელნი გვბრძვანან ჩვენ? არამედ უკეთურნი ეშმაკნი, სულნი საცდურებისანი, სოფლის მპყრობელნი ამის ბნელისანი, რომელთა სიმრავლე ფრიად არს და ჩვენ და მომართ სიბოროტე და მტრობა გამოუთქმელ. გარნა ნუ გვეშინინ, ნუცა შევძრწუნდებით, რამე თუ გვაქუს ჩვენცა თანაშემწედ და თანაბრძოლად სული წმინდა და უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმან უძლურებანი ჩვენი იტვირთნა და სნეულებანი ჩვენი თავს ისხნა, რომლითა იგი ივნო და განიცადა. ძალუც რომელნი იგი განიცდებოდნენ მათთაცა შეწევნად, რომლისა მიმართ კადნიერებით ხმობთ, საჯენ უფალო მავნებელნი ჩემნი და ბრძოდენ ბრძოლთა მათ ჩემდა, აღიღე ჭური და ფარი და აღზდეგ მწედ ჩემდა, გამფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა და დააყენე ნიგინი, რამე თუ ჭეშმარიტად გვდევნიან ჩვენ მტერნი ჩვენი და სწურით წარწყმედაი ჩვენი და მახლობელად ალაგთა საცთურთა დამირწყმენ ჩვენ და ყოვლითავე ვერაგობითა ღონე ყოფენ შთათხევად ჩვენ და თხრებხსა ცოდვისასა, რომელთა მიმართ ვითარცა მხედარნი ქრისტეს მეუფისანი ახოვნებით განვეწყვნეთ. შევიმოსოთ ჯაჭვი იგი სარწმუნოებისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი სასოებისა დავიდგათ, რამე თუ ამათ საჭურველთა მიერ იძლევის ღვაწლი ჩვენისა ამის ბრძოლისა და უსაკვირველესი ესე არს რამე თუ თვით მებრვე ბრძოლასა ამას შინა ჩვენსა არიან გვირგვინიცა, ხორციელი სამის წყობისა, გინარკინობისა, უკეთო არა დასცეს, ანუ მძლე ექმნას, ბრძოლი არა გვირგვინოსან იქმნების, ხოლო აქა უკეთო არაოდენ დაეცეს წინააღმდგომისაგან გვირგვინოსან იქმნების დიდებულად და არა ხოლო თუ ერთითა გვირგვინითა, არამედ მრავლითა, ვითარცა იგი გამოეცხადა წმინდა სამას ბერსა თვისისა მის მოწაფისათვის, რომელიც შვიდგზის იბრძოლა, წარსულად თვინიერ შენდობისა და ლოცვისა ყოფისა ბერისა და შვიდგზის მოთმინებითა შვიდგზის მიიხუნა გვირგვინი. აწ უკვე ვინაიდან ბრძოლათა შინა არიან გვირგვინი, სულ გრძელებით თავსვიდვად გევედრები და განგრძობისათვის წყობისა ნუ მოუმედგრდებით ძმანო. ანუ არა წმინდა სარა 20 წელ იბრძოლა ეშმაკისა მიერ სიძვისა ძლიერად, არამედ არა იძლია, არცა სულ მოკლე იქმნა, ანუ არა მორჩილთაგანსა ვისმე ეგრეთვე ბრძოლსა ეკითხა რა თვისისა მოძღვრისაგან ვითარმედ, გნებავსა რათა ვევედრო უფალსა ღმერთსა და აღიღოს ბრძოლა იეგე, ხოლო მან არა თავს იდვა, რამე თუ ხედვიდა ბრძოლას ამას შინა ძლევასაცა. ხოლო არარა არს ესრეთ ძლიერ დახსნად ბრძოლისა, ვითარ ლოცვა და ცრემლნი და შემოსვრა გულისა.
ამიერიდან, რომელსაცა ჟამსა გვეწყოს ჩვენ ეშმაკი, გინა თუ უკრძალველობითა ჩვენითა გვეწყნესცა და განგმიროს სული ჩვენი ისრითა მით გულის თქმათათა, მეხსეულად ვიხმიოთ ლოცვაი და ცრემლნი და მასვე ჟამსა ილტოდეს ჩვენგან. სულ თვითქუნეთ და ვტიროდეთ და დაშრტეს ნაკვერცხალი იგი საცთურისა. დავმდაბლდეთ და აგვამაღნეს ჩვენ უფალმა. და ნეტარ არს, რომელი დღითი დღე აიძულებდეს თავსათვისა მარხვისათვის, მღვიძარებისა, ხელცაქმარისა და სხვისა ყოვლისავე საქმისა სამრთოისა, რომელმან არწმუნოს თავსათვისა მადლობით თავსდებად სიმძიმეთა მორჩილებისათა, რამე თუ მორჩილება მაღალთა მათ მოღვაწებათა ღვაწლი არს. რომელმან დაიმარხოს სიწმინდეი განუხრწნელად და რომელი თავსა სათნოებათასა მიიწიოს, რამე თუ ყოვლითავე სიხარულითა და მხიარულებითა განვიდეს ამიერ სოფლით და ჰამბავისაგან ბოროტისა მას არა ეშინოდეს სიტყვისაებრ მგალობელისა. არა ხედავთა მძლეთა მათ წყობათა შინა, ვით არ წარვლენ სახითვისად სიხარულით და მხიარულებით და უჩვენებდიან სასწაულთა ბრძოლისა და ძლევისათა. ეგრეთვე გულისხმავყოთ მძლეთა მათთვისცა უხილავისა მის ბრძოლისათა და მოღვაწისათვის კეთილისა მის ღვაწლისა, რამე თუ ბრწყინვალედ განცხადნეს დიდებულსა მას შინა ქალაქსა, რომლისა ხუროთ მოძღვარ და შემოქმედ ღმერთი არს და ანგელოსთა მიერ იდიდოს და ღვთისა მიერ გვირგვინოსან იქმნეს და საუკუნენი იგი საშვებელნი დაიმკვიდრნეს, რომლისა ღირსა ვართ ყოველნი მიმთხვევად ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა დაუსაბამოდ მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველს მყოფელი ცულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.